მოგესალმებით, მეგობრებო, ფსიქოლოგია ტაროს არხზე. სხვაგან გადავედი და ამიტომ ცოტა დამაგვიანდა რამე ახალი გაშლის ჩაწერა. ასე რომ დავიწყოთ დღეს როგორც იქნა გაშლას ჩავწერ თქვენთვის და გადავწყვიტე რომ გაშლა გავაკეთო იმაზე თუ რა ახალი სტადია იწყება ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ასე რომ ვისაც გაინტერესებს ზოგადად რა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში და რა ახალი სტადია იწყება და რაზე იქნება ეს ახალი სტადია, მათთვის არის ეს გაშლა, ვისაც გაინტერესებთ, ხო? ასე რომ დავიწყოთ. სამწუხაროდ ბევრი დასტები ვერ გადმოვიტანე, მხოლოდ რამოდენიმე მაქვს. იმიტომ ხო, რაც გვაქვს, ის გვაქვს. კარგი, ესე იგი გვექნება სამი პოზიცია, ხა მე დავდებ სამ კარტს, როგორც სულ ხოლმე ვდებ. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ჩიტები მღერიან გარეთ. კარგი, პირველი პოზიცია, რაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის, მეორე პოზიცია, რაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და მესამე პოზიცია, რაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. მაგიდა ირყევა თუ არა ვერ მივხვდი და მე მგონი არ ირყევა, მაგრამ აქ მაინც რაღაც თითქოს და ირყევა. ნუ კარგი. არ შეიტყოთ თუ რამე. ესე იგი, აირჩიეთ პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. დიდხანს არ იფიქროთ, რადგანაც პირველი იმპულსი არის ინტუიცია. მერე უკვე ჩვენი გონება იწყებს მუშაობას. გადავდოთ ესენი გვერდზე და დავიწყოთ პირველი პოზიციით, ხო? რა ეტაპზე გადავა, რა ახალ ეტაპზე გადავა პირველი პოზიცია. ვაუ, temperance. საინტერესოა. ეს ისეთი ეტაპია, სადაც ასე იგრძნობს თავს პირველი პოზიცია? ვაუ, პირველი პოზიცია რა ხდება, ხო? ზუსტადაც რომ პირველი პოზიცია გადადის ისეთ ახალ ეტაპზე, სადაც ექნება სულიერი განვითარება. სულიერი განვითარება, პიროვნული განვითარება და აი როგორ რაღაცა იცით, თქვენი ინტუიცია გამოიღვიძებს. თქვენში გაიღვიძებს ისეთი შეგრძნებები, აი როგორ თქვა, ისეთ ცოდნას აღმოაჩენთ თქვენში, რაც დაგეხმარებათ ბევრი რაღაცის გარკვევაში. აქამდე რაზეც არ გქონდათ პასუხი, მიიღებთ, ხო? მაგრამ ამას აქ რაღაც ეზოთერიული დატვირთვა, რაღაც მისტიური დატვირთვა, ძალიან საინტერესო, ხო? ეს არ არის უბრალოდ წავკითხე წიგნი და მივიღე პასუხი, ხო? აქ არის რაღაც აი სამყარო რაღაცნაირად გიგზავნით ამ მესეჯ ინტუიციური გზით, სიმბოლოების გზით, ნიშნების გზით, რაღაც ინფორმაციის გზითაც პრინციპში, რატომაც არა, ხო? აი, ასეთი ეტაპი არის ეს, ხო? კარგი, ახლა უფრო ვცვლად ვკითხავ პრინციპში. კიდევ უფრო მეტად გვაჩვენეთ რა ახალი ეტაპი იქნება ეს, ხო? აი ნახეთ, სულ აი მინდა ვთქვა, რომ აქ ხაზი გავუსვა პირველ პოზიციას, რომ აქ ძალიან ინტუიციური ეტაპი გეწყებათ. ძალიან მისტიური, ძალიან ეზოთერიული, ძალიან საინტერესო. რაც აი ეს ისეთი ეტაპია, სადაც პირველ პოზიციის მისტიური ძალები იღვიძებენ და ნახეთ ეროფანტი. კი, იღვიძებენ ეს ძალები და თან პლუს თქვენ სწავლობთ ამ ყველაფერს, ეცნობით ამ ყველაფერს, ღებულობთ ამ ყველაფერს, ხო? აი, რაღაც ასეთი რაღაცა არის აქ. ძალიან საინტერესოა. კარგი, რა იქნება ამ ახალ ეტაპში? და სულ ისეთი კარტები ამოდის. ახალი შესაძლებლობები. ამ ეტაპში იქნება აი ძალიან ბევრი შესაძლებლობები, თუ თქვენ ამ შესაძლებლობებს აიღებთ, რა თქმა უნდა, ხო? თუ თვითონ პირველი პოზიცია ამ შესაძლებლობებს გაეხსნება და მიიღებს, უამრავი შესაძლებლობა, რომ მოყვეთოთ ის დამყარებული მოსაწყენი ვითარებები, სიტუაციები, ან ურთიერთობები, ნუ რაღაც, ხო? კონტექსტი ყველაზე ინდივიდუალური აქვს, მაგრამ რაც იყო თქვენთვის, აი, ნუ მოგწყინდათ უკვე, всё, რა და გრძნობდით, რომ დროა, რომ ახლა რაღაცას სხვა რაღაცა ახალი მოხდეს და რაღაც არ ხდება, ხო? აი ამ ვითარებებში თუ იყო აქ პირველი პოზიცია, ამ ყველაფრიდან გამოსვლა და რაც მოხდება აქ, ეს არის ახალი ინფორმაციები, უფრო მეტი რაღაცის შესაძლებლობა, მეტი, როგორ თქვა, მეტი
ნუ როგორ და პირველ მეტი შესაძლებლობები, ხო? ისე უნდა გავიმეოროს სიტყვა, მაგრამ ნუ რა გავაკეთო მართლაც შესაბამება ამ ინფორმაციას რაც აქ არის. უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება აქ. კარგი. კარგი. რომელ ცხოვრებისეულ სფეროს მოიცავს ეს ახალი ეტაპი, რაც იწყება პირველ პოზიციის ცხოვრებაში, ხო? მაღალი არკანით მაჩვენებთ. სასიყვარულო ურთიერთობები, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, პირველი პოზიცია და მისი რუტინული ცხოვრება, თუ ყველა სფერო ერთად. ნახოთ აბა. სასიყვარულოს შეეხება, კი, აქ იქნება რაღაც ისეთი საკითხები, რასაც მოიცავს, კი, მაგრამ არ იქნება ეს ისეთი წამყვანი. თვითგანვითარება, კი, და ნახეთ 3 და 3, ხო? ანუ ამ ორივე სფეროს შეეხება, კი ბატონო, ჯანმრთელობა, კი, აქ იქნება გაუმჯობესება, თუ გქონდათ რაღაც პრობლემები და გაურკვეველი სიტუაციები, ამ ყველაფერს დააღწევთ თავს. გამოხვალთ აქედან, ხო? კარიერა და სამსახური, კი, აქაც ძალიან სასიამოვნო სიტუაცია. ფინანსები, გადიდდა და პირდაპირ ფინანსური კარტი. საკმაო ესეთი, ეს მაგიდა ირღევა, ეს იმიტომ სავარაუდოდ, რომ რაღაც ნახევარი იმაზე და ხალჩაზე. ფინანსებით გვექნება აქ, კი. ფინანსებით გაუმჯობესდება, გაიზრდება და დასტაბილურდება, ვისთანაც არ იყო მაგათად, ხო, სტაბილური. თქვენ და თქვენი რუტინა, თუ ყველა, მეგობრებო, ყველა სფერო ერთად. ყველა სფეროში იქნება რაღაც. ეს შესაძლოა იყოს 3 სფერო. ან 2, 3-2, ვიღაცასთან 3-ვე სფერო იქნება, ვიღაცასთან 2 სფერო, ხო? ნუ რაც ვნახეთ, აქ სასიყვარულო სიტუაციებიც იქნება, თვითგანვითარებაც არის, კარიერა, სამსახურიც არის და ფინანსებიც არის. ამიტომ აქ ვისთან როგორ და რანაირად, ხო, რადგანაც ეს არის საჯარო გაშლა. კარგი, ნუ რას მოუტანს პირველ პოზიციას ეს ახალი ეტაპი? რას მოუტანს ცხოვრებაში? ვაუ! შესაძლებლობას, რომ აიხთინოთ თქვენი ოცნებები და ამბიციები. მაგრამ აქ ყურადღება, იმ შემთხვევაში, თუ არ შეუშინდებით, იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ, როგორ თქვა, გამოხვალთ შიშებიდან, მიჯაჭვულობებისგან, რაღაც გაურკვეველ სიტუაციებს დააღწევთ თავს და განთავისუფლდებით ამ ყველაფრისგან და გაეხსნებით ახალს, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ახალი ეტაპი მოიტანს უდიდეს ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში. ახალ დასაწყის, ხო? საერთოდ ახალ საფეხურს, სადაც თქვენ შეხვალთ, ახლებურად, რაღაცებს ისწავლით, დახვეწავთ და კიდევ უფრო განვითარდებით. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება პირველ პოზიციის ცხოვრებაში. ეს ეტაპი უკვე დაიწყო პირველ პოზიციასთან თუ პროცესშია. მაგრამ უკვე დაწყებულია რაღაცეები, მაგრამ უფრო მალე კიდე მთლიანად გააქტიურდება და დაიწყება. ასე რომ ვთქვათ, დაწყებულია, მაგრამ პიკამდე არ არის მისული ეს ეტაპი. ასე რომ ვთქვათ, პროცესში ხართ, რომ ეს ყველაფერი გადახვიდეთ ამ ყველაფერში, ხო? ამას ვიტყოდი აქ. რა უნდა გაითვალისწინოს პირველმა პოზიციამ ამ ახალ ეტაპთან დაკავშირებით? რომ ასე, ხო, თუ თქვენ შეგიძლიათ ეს ცვლილებები უფრო მეტად დააჩქაროთ იმით, რომ თქვენს რაღაც, ასე რომ ვთქვათ, გამოვიდეს აქედან თუ პირიქით. არა, თქვენ შეგიძლიათ ამ ახალ ეტაპს, ასე რომ ვთქვათ, ამ ახალი ეტაპის მოზიდვა იმ გზით, რომ თქვენს გაეხსნათ ამ სიახლეს, ხო? რაღაც არ ჩაჯდეთ თქვენ რუტინაში, ერთი და იგივეში, არამედ თქვენც ცადოთ რაღაც ახალი, მაგალითად, ესეთ დაგეხმარებათ აქ. ასევე, აქ უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თუ გინდათ ეს ყველაფერი მაგარი რაც არის აქ, თქვენც უნდა იშრომოთ გარკვევწილად, თქვენც უნდა ჩადოთ რაღაც რესურსები, ხო? კარგი, მე მაინტერესებს ახლა აქ რჩევა პირველ პოზიციისთვის, ხო? რჩევა პირველ პოზიციისთვის, რა გაითვალისწინოს, რომ ეს ახალი ეტაპი, მაქსიმალურად დადებითად გამოიყენოს. საკრალური ჩაკრა. You are highly sensitive to chemicals
additives, processed food and energies right now. Respect your sensitivities by avoiding harsh items, situations and relationships. ხო, ანუ საკრალური ჩაკრავა გვეუბნება, რომ შენო ხარო ძალიან მაღალი დონის სენსიტიური ადამიანიო, ანუ ძალიან გრძნობიარე ხარ, ესე იგიო, იქნება ეს საკვები, ურთიერთობები, აი ელემენტარული ოთახში რომ შედიხარ და გრძნობ ენერგიას და ბევრი ტოქსიკური ენერგია რო არის, всё, იქ უნდა გაეცალო, ხო? აი, ასეთი თემები არის აქ პირველ პოზიციასთან. რჩევა არის იმაზე, რომ შენი თავიო, აი, აბსტრაგირდი აბსოლუტურად ყველაფერი ისეთისგან და ყველაფერი, აი, ყველაფერი ისეთისგან და ყველასგან, ვინც არის შენთვის მავნე, ზიანის მომტანი და ტოქსიკური, ხო? იქნება ეს საჭმელი, თუ ადამიანები, თუ რაღაც სხვადასხვა ტოქსიკური ვითარებები, ხო? აი, ეს არის აქ რჩევა პირველი პოზიციისთვის. იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ და გაგამხნევებთ. მე მჯერა, რომ ყველაფერი აუცილებლად გვექნება კარგად, თუ ჩვენც, რა თქმა უნდა, ამისთვის რაღაც რესურსებს გავიღებთ, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ წარმატებებს უსურვებ პირველ პოზიციას და მოვიდეს ეს ეტაპი თქვენ ცხოვრებაში და სულ რაღაც სასიხარულო დადებითი მოვლენები მოიტანოს. ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა აუცილებლად ლაიქ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვისაც სურვილი გაქვთ, რომ უფრო ვრცლად განვიხილოთ თქვენი ცხოვრება ან რაღაც კონკრეტული სიტუაციები, გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ინფორმაცია მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. მივესალმე მეორე პოზიცია, ვინც აირჩია და ვნახოთ მეორე პოზიციის ცხოვრებაში რა ახალი ეტაპი იწყება. საინტერესოა. ცოტა ეს მაგიდა ირყევა, ვერ გავაჩერე მეგობრებო. არ ვიცი რა ვუყო. მე რამეს მოვიფიქრებ სადღაც სხვაგან გადავადგილდები გადასაღებას, მაგრამ ახლა იყოს. კარგი. რა ეტაპია ეს? რა ახალი ეტაპია ეს? ოკეი, ესე იგი, აქ მეორე პოზიციას აქ რა ეტაპი? აი გამოსვლა იმ ძიმე ენერგიებიდან, რაშიც ან ახლა იმყოფება მეორე პოზიცია, ან ესა თითქმის გამოვიდა, ხო? აი, აქ არის ახალი ეტაპი, სადაც არის მეტი სილაღე, მეტი სიახლე, მეტი სიხარული. აი, მეორე პოზიციამ აქ ან რაღაცა დაასრულა, აი ახლა ასრულებს უფრო სწორად, ან უკვე დაასრულა და რის გამოთაც არის მძიმედ და უჭირს, ხო? ან ეს ვითარება არის აქ, ან აი პროცესში ხართ, რომ რაღაც დასრულდეს თქვენ ცხოვრებაში, ისეთი რაც მძიმე არის თქვენთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში მოდის ახალი ლაღი ეტაპი. მართალია, ჯერ არ ვიცით რა მიმართულებით იქნება ეს ეტაპი, ხო? მე ვეცდები ახლა გავარკვევ აქ, მერე დავსვამ ამ კითხვას, მაგრამ ზოგადად ეს იქნება თქვენთვის ახალი. შემოიტანს უფრო მეტ სილაღეს. რა თქმა უნდა, აქ ისიც მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ არ მიაჩერდებით იმ რაღაცას ან ვიღაცას, ვისთანაც დაასრულეთ სიტუაცია, ხო? კარგი, ესე იგი, ეს არის ისეთი ეტაპი, სადაც აბსოლუტურად იქნება განახლება და გამოსვლა იმ დაყუყული სიტუაციიდან, რაშიც ან იმყოფებოდით, ან იმყოფებით. კარგი. რაზე იქნება ეს ახალი ეტაპი? აი, რაზე, ზოგადად, ხო? სიახლეზე, არჩევანზე, რომ თქვენ განსაზღვროთ რა გინდათ. განსაზღვროთ აი თქვენი ინტერესები, მიზანი, რას ვეძებ, რა მინდა. იქნება ეს ურთიერთობა, თუ იქნება ეს სამსახურში სიტუაცია, რომ მე დავიცვა ჩემი პირადი სივრცე, დავიცვა ჩემი ინტერესები. არ ვიყო სიტუაციის და ვიღაცის მსხვერპლი, არამედ გავაკეთო ჩემი არჩევანი, დავალაგო ჩემი ცხოვრება, ხო? ეს ეტაპი იქნება აი ამაზე. ამაზე მოგვითხრობს ეს ახალი ეტაპი, ასე რომ ვთქვათ. კარგი, რომელ სფეროებს მოიცავს ეს ახალი ეტაპი? მაღალი არკანით მაჩვენეთ. სასიყვარულო სფერო, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, სამსახური, ფინანსები, ყოველდღიური რუტინა და მეორე პოზიცია, თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო სფერო, თვით განვითარება, რაღაც ახალ, ასე ვთქვათ, ლეველზე გადადის აქ მეორე პოზიცია. აშკარად თვით განვითარებას მოიცავს. ჯანმრთელობასაც, კარიერა, სამსახური, კი, ფინანსები, ფინანსებსაც, რუტინა და თქვენ, თუ ყველა სფერო ერთად. მეგობრებო, ყველა სფერო ერთად. ყველა სფეროში იქნება აქ ცვლილებები, ეს ახალი ეტაპი ყველა სფეროს ბუნებრივია შეეხება, ხო? ესე იგი, რაც შეეხება თვითგანვითარების სფეროს.
მაღალი არკანი ამოვიდა აქ, ამიტომ დავიწყოთ აქედან, ხო? თვით განვითარების სფეროში იქნება რაღაც ახალი. ან მეორე პოზიცია აქ იწყებს რაღაც ახალი ჰობი, ახალი ინტერესი, ზოგადად ახალი რაღაცა დაიწყო თქვენ ცხოვრებაში, ხო? შეიძლება ვიღაცა გადავიდა, ან სხვა ქვეყანაში, ან სხვა ქალაქში, ან შეიცვალა წრე, სამსახური, ვისთვის რა, მაგრამ ახალი, ახალი გვერდი, ახალი ფურცელი, ყველაფერი ეს არის აქ თვით განვითარებაში, რასაც მოაქვს სიახლე თქვენთვის და არის დადებითი. ესე იგი თვით განვითარება, ჯანმრთელობა, ვისაც ქონდა რაღაც დისბალანსი, ფიზიკური, მენტალური, ხო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური, მაგალითად, აი ამის მოყვანა ბალანსში. აქ არის ჰარმონიის პოვნა, ხო? ჰარმონიის პოვნა საკუთარ თავში, ფიზიკურობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობის შორის. აქვე შესაძლოა იყოს მედიტაციები, იოგა, ხო? ისეთი ყველაფერი, რასაც მოაქვს სიმშვიდე და ბალანსი და ზომიერება, ხო? აქ არის ზომიერების არკანი, ასე რომ ეს ახალი ეტაპი გასწავლით ზომიერებას თქვენს ჯანმრთელობაში. კარიერა და სამსახური. ის არის, რასაც იმსახურებთ. პენტაკლების დედოფალი. აი, რაც შეეხება თქვენს კარიერას და სამსახურს, მე ვიტყოდი, აქ ძალიან მშვენიერი შესაძლებლობებია გამომუშავების იმ თანხის, რაც თქვენ გინდოდათ, ან ასევე საკუთარი ბიზნესის გასაკეთებლათაც მშვენიერი ეტაპი იქნება. რაც შეეხება ფინანსებზე ქურუმი ქალი ამოგვივიდა ჩვენ აქ დავდებ რომ რაღაცნაირად გამოჩნდეს მეტნაკლებად. ხო, ფინანსები აქ ცოტაოდენ უცნაურია. შესაძლოა რაღაც ვისაც ქონდა რაღაც გაურკვეველი ფაზა ფინანსებთან დაკავშირებით, აქ ქურუმი ქალი ფინანსების გარკვევა თუ გაურკვევლობა. მარა ვერ ვიტყვი რომ გაურკვევლობა, ზუსტადაც რომ გაურკვევლობის დასრულება. ფინანსებთან დაკავშირებით თუ იყო რაღაც გაურკვეველი სიტუაციები, ამის დახურვა, ვისთვისაც აქტუალურია, ხო? რაც შეეხება რუტინას, აქ რაღაც რუტინული საქმეები არის, რასაც თქვენ აგვარებთ და ზოგადად ეს ეტაპი, ეს ახალი ეტაპი, რა თქმა უნდა, მოიცავს თქვენ ყველა ცხოვრებისეულ სფეროს. რას მოიტანს ეს ახალი ეტაპი მეორე პოზიციის ცხოვრებაში? რას მოიტანს? ვაუ! ახალ შანსებს, ტუზი კვერთხების, ტუზი პენტაკლების. აბა თქვენ იცით. აი, როგორ ტუზი დაგეცემათო, რომ ამბობენ, აჰა, აი ეს არის აქ მეორე პოზიციასთან. ყველანაირ შანსებს მიიღებთ. იქნება ეს მატერიალური იდეის დონეზე თუ შესაძლებლობის რეალიზების დონეზე, აი ყველანაირი, მაგრამ აქ თქვენზე არის. მიიღებთ ამ შანსებს თუ უარყოფთ. რა გაითვალისწინოს მეორე პოზიციამ, რომ ასე ვთქვათ, არ გამაზოს. მიიღეთ ეს ყველა საჩუქარი, რასაც გაწვდით სამყარო. ვინმეს სახით თუ რამის სახით. მიიღეთ, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, რჩევა მაინტერესებს აქ მე მეორე პოზიციისთვის. რჩევა მეორე პოზიციას აქ რომ აი დადებითად გამოიყენოს ეს სიტუაციები. რჩევა, Archangel Michael. You're working very closely with this powerful archangel who's protecting and guiding you through this situation. ანუ შენ მუშაობ მთავარ ანგელოზ მიქაელთანო და აი განსაკუთრებით მთავარ ანგელოზ მიქაელს შეგიძლიათ შესთხოვოთ რომ დაგეხმაროთ, რადგანაც აი ამ კონკრეტულ რაღაც სიტუაციაში რაც არის ახლა მეორე პოზიციის ცხოვრებაში, აი კონკრეტულად ეს მთავარ ანგელოზი მონაწილეობს და გიცავთ და ცდილობს რომ დაგეხმაროთ, ამიტომ შეგიძლიათ მიმართოთ მას კიდევ რომ უფრო რაღაც დაგეხმაროთ ამ სიტუაციის მოგვარებაში, გამხნევებაში, გადალახვაში და ასე შემდეგ, ხო? ვისაც სჯერა, რა თქმა უნდა, ხო? ვისაც არ სჯერა, ზეციური ძალების, ანგელოზების და ასე შემდეგ, აქ უბრალოდ გეშინიათ, ხო, სამყარო თქვენს გვერდით არის, ყველაფერს შეძლებთ, ასე რომ თავარია ირწმუნოთ და არ შეგეშინდეთ, რადგანაც ყველაფერი წარმავალია. განსაკუთრებით ცუდი და ნეგატიური რაღაცები, ხო? წარმატებებს ვუსურვებ მეორე პოზიციას. მინდა რომ ეს ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში დადებითის მომტანი იყოს. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და ვისაც დაგაინტერესათ და მიგიზიდათ ჩემმა გაშლებმა, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე, რომ უფრო უკეთ გავერკვათ იმ საკითხებში, რასთან დაკავშირებითაც გაქვთ კითხვები. ასე რომ დროებით. მადლობა ყველას, ჩვენ კი გადავიდეთ მესამე პოზიციასთან. მივესალმები, ვინც აირჩია მესამე პოზიცია და ვნახოთ რა ახალ ეტაპზე გადავა თქვენი ცხოვრება, რა ახალ ეტაპზე გადადიხართ. მზე.
მზე, სითფო, სიხარული, სილაღე, ბედნიერება, წარმატება, ყურადღების ცენტრში ყოფნა, რა ვიცი, აი რაც არის მზე, ხო? რაც გვართფობს, რაც გვახარებს, მაგარი რაღაცეები. უფრო ვრცლად, რა ახალი ეტაპი არის. სხვათა შორის, აქ ვისთვისაც აქტუალურია ბავშვის თემა, ხო, რომ რაღაც ბავშვი ეყოლოს, ან ზოგადად გყავთ უკვე ბავშვი, ხო? აი ბავშვის საკითხი ძალიან ისეთი, აი ბავშვს ეხება აქ. ვისთვისაც ეს აქტუალურია ეს ინფორმაცია, მისთვის ვაჟღერებ. თუ რაღაც საკითხები აქტუალურია თქვენთვის ბავშვთან დაკავშირებით, ან ღილავთ რაღაცაზე, ან ხო, აი ძალიან მაგარი რაღაცები იქნება აქ ბავშვთან დაკავშირებით. ან ბავშვისგან ან ბავშვთან ერთად რაღაცა სიხარულო მოხდება, ან ბავშვთან დაკავშირებით გაიგებთ რაღაც ინფორმაციას, ხო? ეხება იმათ, ვისაც მაგალითად უნდა რომ ეყოლოს ბავშვი, ხო? აი ძალიან ისეთი საოცარი სიტუაციები. ასევე მაგალითად შეიძლება ვიღაცისთვის არ არის ეს ბავშვის თემა აქტუალური. ასეთი ადამიანებისთვის აქ შესაძლოა იყოს ის, რომ სასიხარულო ინფორმაცია, რასაც ძალიან მალე მიიღებთ და ეს ეტაპი ზოგადად არის ესეთი, აი ამავსებელი ემოციურად, სადაც ხართ თქვენ და ან ადამიანი, ან ადამიანები, ვისთანაც რაღაც კომუნიკაციაში ხართ, არის სიხალისე, არის დინამიკა და სილაღე და ინტერესი, ხო? აი ეს ეტაპი არის ძალიან დინამიური და საინტერესო. აი მართლა მიხარია გულწრფელად აქ ძალიან ისეთი ენერგიებია. კარგი. რაზე იქნება ეს ეტაპი? ოი, აქედან რომ გამოვიდე. ხო, მეგობრებო, აი ასეთი ფაზები, ვისაც გაქვთ ახლა, ან ესეა დასრულეთ. აქედან რომ გამოხვიდეთ, აი ეს ეტაპი, ეს ახალი ეტაპი ეძღვნება იმას, რომ დასრულდა მძიმე ნაწილი თქვენს ცხოვრებაში. დაიხურა. всё. აღარ იქნება ის მძიმე პერიოდი, რასაც გადიოდით ან გადიხართ. აი ეს იცოდეთ. ეს ერთი სიტყვით გამოიდარებს. აუცილებლად 10-იანი თასები გამოიდარებს, აივსებით, სიხარულით, დადებითად. შესაძლოა ვიღაცა დასასვენებლად წავიდეს აქ თბილ ქვეყნებში, ხო? არც ამას არ გამომრიცხავ. ძალიან სასიხარულო ეტაპია. კარგი. რას არა, რომელი ვიკითხო ჯერ. კარგი რა. რას მოგიტანთ ეს ახალი ეტაპი, ასე ვკითხოთ. ეს რა არის? ეს პარტნიორობა, სასიყვარულო, თუ აი ასე ბიზნეს. შესაძლოა რაღაც ბიზნესიც იყოს, საკუთარი თავის შეყვარება, სიყვარული, საკუთარი თავის ფასიც ცოდნა, რაღაც ბიზნესის თემებით შესაძლოა იყოს. კეთილი, აი როგორ თქვა, კეთილმოწყობილი ცხოვრება. აი ისეთი ცხოვრების ლეველი, რაც გინდოდათ, რასაც იმსახურებთ, ხო? აი რაღაცა ასეთსაც მოიტანს ეს ეტაპი. კარგი, უფრო კონკრეტული იქნება ჩემთვის და თქვენთვისაც უფრო მეტად გასაგები. სფეროებით ვკითხოთ, ხო? რომელ სფეროს შეეხება ეს ახალი ეტაპი განსაკუთრებით მაღალი არკანით მაჩვენეთ. სასიყვარულო ურთიერთობები, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური, კარიერა და სამსახური, ფინანსები, მესამე პოზიცია და ყოველდღიური რუტინა თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო ნახეთ. კი, აქ მე ვიტყოდი, ვისაც არ ყავს ჯერ თავისი წყვილი ნანახი, დიდი ალბათობაა რომ ნახოთ აი ამ გაზაფხულზე თქვენი მეორე ნახევარი, ხო? ვისაც უკვე ყავთ ადამიანი, აი ამ ადამიანთან განვითარდეს აი ასეთ სიტუაცია, ხო? თვით განვითარება. ვაუ! თვით განვითარება აუცილებლად. აქ ეს ახალი ეტაპი თქვენ თვით განვითარებასთან, აი როგორ კავშირში არის, იცით? აი პირდაპირ კავშირში ეს ახალი ეტაპი მოიტანს თქვენს ტრანსფორმაციას. ანუ თქვენ როგორც იყავით აქამდე, აღარ იქნებით ისეთი. არა, ჯანმრთელობა. ვაუ, ჯანმრთელობაც. ჯანმრთელობაც არის აქ. ჯანმრთელობა აქ რა კუთხითა? მენტალური, ფიზიკური. ფიზიკური გაუმჯობესება. აქ როგორი სიტუაცია იცი, მომენტში შესაძლოა ფიზიკური ჯანმრთელობაში მოვიდეს რაღაც
შფოთვა, ღელვა, რაღაც ასეთი თემები. რა რეკომენდაცია არის აქ? უფრო მეტი იაქტიურეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტი სპორტი, მეტი აქტიურობა, ხო? აი, კარგი იქნება ხშირი მოძრაობები და გადაადგილებები, ვისაც გაქვთ ამის შესაძლებლობა, რაღაც მინიმუმი მაინც რომ დაიწყოთ, ხო? აი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია. ძალიან, ამიტომ გაითვალისწინეთ, გთხოვთ მესამე პოზიციას. ესე იგი, კარიერაც და სამსახურიც, ნახეთ. აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობები და გასაქანი თქვენს კარიერაში და სამსახურში. ახალი შესაძლებლობები, ახალი ინიციატივები, იდეები. ნუ რა ვთქვა, მაგარია. ფინანსები. ფინანსებშიც რაღაც ახალი შემოსავალი შეიძლება იყოს, ან რაღაც უცაბედი სიტუაცია ფინანსებთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ. თქვენ და რუტინა. ბევრი სასიხარულო ამბავი, თუ ყველა სფერო ერთად. მე საერთოდ აქ ყველა სფერო ერთად არის? რამოდენიმე იქნება აქ და ჩვენ პრინციპში აქ 2 მთავარი 3 2 ყველა მე ვიტყოდი აქ ყველა სფეროს შეეხება ეს ახალი ეტაპი, ასე რომ ყველა სფეროში იქნება რაღაც ცვლილება ბუნებრივია. კარგი, რა უნდა გაითვალისწინოს მესამე პოზიციამ, აი ამ ახალ ეტაპთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინოს? რა უნდა ეს პიროვნება ვინმე თუ სიტუაცია? აქ ვიღაცა პიროვნება, კვერთხების მეფე, კაცი, პირდაპირ კაცი, კი ბატონო, კაცი. რა უნდა გაითვალისწინოს? ხო და რა უნდა გაითვალისწინოს ამ კაცთან დაკავშირებით? რომ აი ასე მოიქცეთ თვითონ მესამე პოზიცია. რომ აირჩიოს ასეთი. ხო, ესე იგი, აქ არის რაღაც გასათვალისწინებელი მამაკაცთან დაკავშირებით, აქაც ამოვიდა მანამდე მამაკაცი. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ არჩევანი გააკეთეთ ისეთ პარტნიორზე ან მამაკაცზე, რომელშიც ხედავთ პერსპექტივას, ხო? რა თქმა უნდა, აქ არ გულისხმობ, რომ მანდა მაინც რაღაც ფულზე გააკეთოთ აქცენტი, რომ ფულიანი ვიღაცა იყოს და ასე შემდეგ. არა, არამედ არჩევანი გააკეთოთ იმ ადამიანზე, ვისთანაც ხედავთ პერსპექტივას რეალურს, ვინც მზადაა ჩადოს რესურსები ურთიერთობაში და შემოგთავაზოთ რაღაც ფასეული ან შემოგთავაზოთ ის, რასაც თქვენ ეძებთ და აირჩიეთ, ეცადეთ თქვენთვის ისეთი ადამიანი, ვისიც რეალურად ხართ, ხო? ვინც შეგეფერებათ თქვენ, ისეთი პიროვნება, ვინც გინდათ, აი როგორიც წარმოგიდგენთ, რომ აი ასეთ ადამიანთან ურთიერთობას დავიწყებთ, ხო? აი აირჩიეთ ასეთი პიროვნება, არ აირჩიოთ ლიშბი ვინმე. აი ეს არის აქ საყურადღებო, ხო? ვინც ისევ გადგენთ გულს. აი ასეთი ვიღაცა არ აირჩიოთ, იყავით ყურადღებით, ფრთხილად და ცივი გონებით შეაფასეთ კანდიდატები და ადამიანები თქვენს კონკრეტულად სასიხარულო ურთიერთობებში. აი ეს არის აქ გასათვალისწინებელი და იფიქრეთ უფრო მეტად და მეტი საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ჯანსაღ ფარგლებში, ხო? უფრო მეტი რელაქსაციური პრაქტიკებიც ძალიან კარგი იქნება აქ, დასვენება და საკუთარ გრძნობებზე იფიქრეთ, ხო? ვიღაცის გამო არ გაიწვალოთ თავი. იმ გაგებით გულისხმობთ, რომ არ იღელვოთ ვიღაც ტოქსიკური ადამიანის გამო. კარგი, რჩევა აქ მესამე პოზიციას. ამის კითხვა მინდოდა. ეს ახალი ეტაპი უკვე დაიწყო? თუ პროცესშია. ჯერ რაღაცები დასრულდება, დაიხურება თქვენ ცხოვრებაში და შემდეგ დაიწყება. მალე დაიწყება, ეფექტურად დაიწყება ეს ახალი ეტაპი, ასე რომ ვერ გამოტოვებს აგამოს მესამე პოზიცია. კარგი, რჩევა მესამე პოზიციას, რჩევა. You are profoundly clairvoyant. Trust when you see in your mind's eyes as well as with your physical side for your spiritual visions. Helps you with the healing, teaching. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ენდე იმას, რასაც ხედავ შენი ინტუიცია. რასაც ენდე შენს ინტუიციას და ასევე ენდე იმას, რასაც ხედავ, ხო? და ზოგადად შენს ფიზიკურ შეგრძნებებსაც ენდე. ანუ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, მოусმინე შენს თავს და შენს შეგრძნებებს, რადგანაც ის ყველაფერი, რასაც განიცდი და რა შეგრძნებებიც მოდის, ეს ყველაფერი არის მინიშნება სამყაროსგან. შენით განიშნებს, შენი შეგრძნებების მეშვეობით არის მინიშნებები, ხო? და აუცილებლად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. ასე რომ წარმატებები მესამე პოზიციას ძალიან მაგარი ახალი ეტაპი გეწყებათ და აბა თქვენ იცით, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, დალაიქეთ, დაწერეთ კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი არხი და ვისაც დაგაინტერესათ, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე, სადაც უფრო ვრცლად განვიხილავთ იმ თემებს, რაც თქვენ გაინტერესებთ. ჩემი კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ და წარმატებებს გისურვებთ ყველას.